უკვე ნახე? არ მინახავ შენ? არც მე, შენ გელოდებოდი. აბა რა ქენით, მოგივიდოთ ტესტის პასუხები? ძალიან ნერვიულობ, ჩემი სიცოცხლე ამ ტესტებზეა დამოკიდებული. ეს ხომ ხო წრის საბოლოო შეფასებებია. მოდით ვნახოთ. კარგი, ზუსტად ვიცი რომ ყველაზე მაღალი ქულა მაქვს. მთელი წელი არაფერი გიკეთებია. მედიტირებდი და წადებით ენერგიას ვიზიდავდი ამ ყველაფრისთვის. მაღალი ქულა მექნება. ფიქრობ დაგეხმარა? მოდით ვნახოთ. მოდით დავითვალოთ. 1, 2, 3. 82 ქულა მაქვს. კარგი, და მე 99. ვაუ! ყოჩა ღამილკა, გილოცავ. კიტი, შენ რამდენი გაქვს? 54. 54? არ დაგეხმარა, ანუ ეგ მედიტაცია. ჯობდა წიგნი წაეკითხა. ამელკა, ფიქრობ რადგან მაღალი ქულა გაქვს უფრო ჭკვიანი ხარ? სხვათა შორის კი, ნამდვილად შენზე უფრო ჭკვიანი ვარ და შენზეც. დიახაც, უბრალოდ ტესტები იყო არასწორად შედგენილი. მოკლედ რა, საბაბები. კარგი, კიტი, გალაბარებაზე უნდა იფიქრო. ახლავე დირექტორს მივწერე რომ თავად შეამოწმოს ეს შედეგები. ესენი ნამდვილად სწორი შედეგებია. შეუძლებელია ამედიას ჩემზე მაღალი შეფასება კონდეს. კიტი, შეგვეწუხე უკვე. თუ გონია რომ გრუჩმიანი ხარ, გადამტკიცე. მარტივია. როგორ დავამტკიცო? გამოწვევას გთავაზობ. ალისა ნებისმიერ თემაზე კითხვებს მოამზადებს და ჩვენ კი პასუხები გავცეთ. თანახმავარ. ის იმარჯვებს, ვისაც მეტი სწორი პასუხი ექნება. კარგი, სავალ გამოწვევისთვის მომემზადები. გეოგრაფიასთან დაკავშირებით რაღაც კითხვა უნდა ვნახო. კიტი, ნუ იყურები. ალისა, შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. გამარჯვებაში დამეხმარები? შენ ხომ ამბობ რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ. უბრალოდ მე ფიქრი მეზარება. აი შეკითხვები. გთხოვ, ესენი დასვი. ანუ ფიქრი გეზარება, მაგრამ კითხვების მოზიება და შედგენა არა? ეგ უკვე სხვა საქმეა. არ დაგეხმარები, კიტი. ყველაფერი სამართლიანად მინდა გავაკეთო. ალისა, გთხოვ, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, სამუდამოდ. კიტი, შემეშვი. მე შენ $100 მოგცემ. კარგი, $100? გოგოებო, სად ვარ? ვიწყებთ უკვე? კი, ყველაფერი მზადაა. მიდი დასვი კითხვები. მეჩქარება, უცებ მოვიგებ და წავალ, წამწამებს დავიგზელებ. როგორი ქალდაჯერებული ხარ? შვენიერია. მოდი დავშვიდეთ და კითხვებს უპასუხოთ. მიყვარს ეს პროცესი. დამავისლა თქმა, უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, გადავწყვიტე 102 პასუხებისთვის სასჯელი დამემატებინა. თანაგიგზნობ ამელკა, დღეს ძალიან ბევრი ტანჯვა მოგიწევს. რატომღაც გონია რომ შენ დაიტანჯები ამ სასჯელებით. მე კი ვიზდები და გიყურებ. ასე იქნება. საკუთარ გამარჯვებაში დაწმუნებული ვარ. ახლა ხამურჩი მედიტაციას. მე კი ენციკლოპედიას ვკითხულობდი. დავიწყოთ უკვე. მე კითხვებს დავსვამ, თქვენ კი ფურცელზე პასუხები დაწერეთ და მაჩვენეთ. სხვათა შორის მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად თამაში. კი, უპასუხეთ კითხვებს და ბოლოს დაითვალეთ სწორი პასუხების რაოდენობა. ვიждები ასეთ გამოწვევებზე. ყველას ერთად ბევრი ახალი რამის სწავლა შეგვიძლია. მოდით, ახავე დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველი კითხვა. რა ჰქვია ფუტკრების სახლს? დაწერეთ? ახლა მაჩვენეთ. ორივემ სწორად უპასუხეთ. მარტივი შეკითხვა იყო. ნელ-ნელა გართულდება. და შენ საიდან იცი? ხო. უბრალოდ ვარაუდობ. ყველა შეუშიასეა. ჯერ მარტივი კითხვებით იწყებენ და შემდეგ გართულებენ. მიდი, შემდეგი კითხვა დასვი. რომელ ფრინველს შეუძლია ადამიანის სიტყვებისა და ბგებების გამეორება? გელოდებით, მაჩვენეთ. ისევ ორივემ გამოიცანით. შეიძლება ამელკამ სწორად გამოიცნო, მაგრამ მე კი პასუხი დანამდვილებით ვიცოდი. ოჰ, კი, ასეთი ცოდნა მხოლოდ გენიოსებს აქვთ. ამ ეტაპზე ანგარიში 2-2-ია. სად ხართ შემდეგი კითხვისთვის? ყოველთვის მზად ვარ. კარგი. რა ჰქვია მულტფილმ გაყინულის მთავარ პერსონაჟს? მაჩვენეთ თქვენი პასუხები. ისევ ორივემ სწორად უპასუხეთ. ანგარიშია 3-3. ისე, ჩვენ სინამდვილეში იმის გაგება გვინდა. მინ უფრო ჭკვიანია და არა ვის მეტი მულტფილმი აქვს თანახი. არ გეთანხმები. ადამიანი ყველა მხრივ განვითარებული უნდა იყოს. შემდეგი შეკითხვისთვის მზად ხართ? მზად ვართ. დაასახელეთ საფრანგეთის დედაქალაქი.
ამელკა მეს ნამდვილად არ იცის. პარიზი. ამელკა, საიდან იცი? მე მგონია რომ ეს ყველა მიცის. გოგოებო, ორივე ძალიან თვიანები ხართ. ანგარიშია 4-4. ასეთ შეკითხვებს თავს ძალიან კარგად ვართმევ. დასვრის შემდეგი, რამდენი ფეხი აქვს ობობას? ისევ ორიომ სწორად უპასუხეთ. გილოცავთ, ანგარიშია 5-5. ხო, თითხვები უფრო და უფრო რთულდება. ძალიან კარგი. მალე ანუკა პასუხისგაცემას ვეღარ შეძლებს. ალისა, ეს კითხვები საიდან მოიტანე? საბავშვო ბაღის ვებსაიტიდან? ო, ეს კითხვები. შეეშვი მას. ნორმალური კითხვებია. იმედი მაქვს ეს კითხვები გასახურებლად იყო. მოდი 5-5 შევიშენოთ. წავედით. შესანიშნავია. შეტყობინებებს უპასუხებ. კიტი, სერიოზულად? ეს სასაბავშვო კითხვებია? მოიცადე, გართულდება ნელ-ნელა. მაგალითად, რა ჰქვია მულტფილმ კონკიას თავარ პერსონაჟს? ეს ნელ-ნელა გართულება? რა? იქნებ ამელკა დაიტნეს? არც კი გიცდია რთული კითხვების დაწერა და პასუხების დამახსოვრება. კარგი. უბრალოდ მეგონა რომ ამელკა გაცილებით სულელი იყო. შეხარ სულელი თუ გგონია რომ ამელკა მესენი არ იცის. კარგი, კონკიაზე კითხოს ნუ წაიკითხავ. საერთოდ აღარ წავიკითხავ შენს კითხვებს. ასე ამელკა აუცილებლად მიხვდება. მაშინ ფულსაც ვერ მიიღებ. შენი კითხვების ნახევარი წავიკითხე. რაც იმას ისევს რომ $50 მეკუთვნის. ხო, კი, აბა. კარგი. მაშინ ყველაფერს ამელკას ვეთყვი. კარგი, ხო. ზეგ მოგცემ მაგას. ახლა კი კითხვებზე პასუხებს მეტყვი. მაგისთვის $50 არის საჭირო. კარგი, მაჩვენე ახლავე. მომეცი, ფოტოს გადაუღებ. ჯანდაბა, ამელკა მოდის. მორჩა შეშონება? დროულად მოხვედი. მოემზადეთ, განსაკუთრებით შენ, კიტი. მაგიდასთან მივიდეთ. კარგი, გახურება დასრულდა. ახლა ძალიან რთული კითხვები ველისწინ. როგორც იქნა? უკვე მოსაწყენი ხდებოდა. მზად ხართ? დაასახელეთ ლეონარდო და ვინჩის ნახატი. ეს მე დავიმახსოვრე. როგორც იქნა? რთული კითხვები. კარგია რომ ენციკლოპედია წავიკითხე. მონალიზა, ქალი ყარყუმით. ორივემ სწორად გაიცით პასუხი. კიტი, ეგრე ნახატია? მე არ მახსოვს. ამელკა, რა თქმა უნდა არ იცი. დიახ. ჯერ კიდევ პატარა ხარ, რა არის დახატული მაგნახატზე? რა არის და ქალი ყარყუმით, რა თქმა უნდა. ყარყუმი რა არის? ეგ არის, როგორ გითხრა? ეგ არის, კარგი. დუ გაკყავს ჩელენჯის დრო. წამწამები მაქვს დასაგრძელებელი. ანგარიში 6-6-ია. არავის მოუწია სასჯელი ჯერჯერობით. მიდი ალისა, მალე დასვი შემდეგი კითხვა. კარგი, რომელი ცხოველი არის ჩინეთის სიმბოლო? ეს ისედაც ვიცი. მაჩვენეთ თქვენი პასუხები. კარგი, როგორც იქნა? პირველი წაგებული გყავს. ამელკა, არ გიღირდა ჩემთან შეჯიბრება. სინამდვილეში შენ ვერ გამოიცანი. მე? ჩინეთის სიმბოლო დრაკონი არ არის? ხომ ეკითხა ცხოველიო? და დრაკონი რა? ცხოველი არა? დრაკონი გამოგონილი ცხოველია. პანდა კი რეალურია. პანდები მხოლოდ ჩინეთში ცხოვრობენ და იქ ძალიან აფასებენ. უსამართლობაა. არ მინდა სასჯელის შესრულება. იცოდე, თუ წესებით არ ვითამაშებ, ავტომატურად წააგებ. წაგება არ მინდა. რა სასჯელია? სასჯელი არის ძივებზე 1 წუთით დგომა. რაიმე, ეს სასჯელია. მოკლას მიპირებთ? კარგი, მზად ხარ? წამწამს დავინიშნავ. ძალიან მტკივნეულია. შემდეგ ჯერზე ფიქს დაიწყებ. 1 წუთი არ გავიდა? არა, მხოლოდ 15 წამი. მეტის გაძლება აღარ შემიძლია. შეგვე, ბევრი სასჯელი გელისწინ. და შენ როგორი ბედნიერი ხარ? გეწოდინება როგორ არ უნდა განაწყენო ამელკა. სულ ესაა, 1 წუთიც გავიდა. სასჯელი აღსრულებულია. როგორც იქნა? დავიღალე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 1 წუთი იყო. მოდი გავაგზავნოთ ჩვენი ვიქტორინა. ანგარიშია 7-6. მზად ხართ კითხვებისთვის? მზად ვართ.
რომელი პლანეტაა მზესთან ყველაზე ახლოს? ჯანდაბა, არ ვიცი. უნდა ჩავიხედო. შეგიძლია კითხვა გაიმეორო? რომელი პლანეტაა მზესთან ყველაზე ახლოს? მოიცადა, მან რას აკეთებ? რას ვაკეთებ და დროს ვამოწმებ? ხომ არ დაგავიწყდა რომ წამწამები მაქვს მე დასაგრძელებელი? ეგ ყველამ დაიმახსოვრა. პასუხია მერკური. კიდევ ერთხელ, ორივე სწორად უპასუხეთ. დიახ, ეს უბრალოდ მარტივი კითხვა იყო. ანგარიში არ ვით 7. ამელკა სასაგებლოდ. გიხარობდეს რომ შეგიძლია ამელკა. მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრინველი? ისევ არ მახსოვს. მინიშნება მჭირდება. კიტი, ისევ ტელეფონში იყურები. არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ შეტყობინებას ვამოწმებ. გოგოებო, პასუხები დაწერეთ. ხო, მიდი ამელკა. სწორი პასუხია სირაქლემა. კიტი სწორად უპასუხა. ჯანდაბა, სირაქლემა სულ დამავიწყდა. კარგი, ნუ ღელავ, წაგება ნორმალურია. არ ვაგებ. ორივეს ერთი და იგივე ქულა გვაქვს. ამელკა, სასჯელის შესრულება გიწევს. მოემზადე. კარგი. და რა უნდა ვქნა? საღეჭი რეზინის მთელი შეკრა ერთდროულად უნდა დაღეჭო. პიკნის გემოთი, საერთოდაც ალუბრის გემოთი მიყვარს, მაგრამ ამასაც არ აუშავს. აბა როგორია? გემრიელია? ალისა, ეს სასასჯელია. ჩემი უარესი იყო. არა. ამელკა, კარგად დაღეჭე. მიდი. ფრთხილად იყავი. პირი არ გაგეხეს. შეგიძლია გადმოაფურთხო. პირში თითქოს ჩრდილოეთ პოლუსი მაქვს. კარგი ამელკა. ახლა კი ფორთოხლის წვენი დალიე. ეგ უკვე ზედმეტია. ვიცი რაც მოხდება. ერთხელ კბილები გავიხეხე და მერე წვენი დავლიე. საშინელება იყო. სასჯელია, ამიტომ დალიე. კარგია, არა? რა საზიზრობა? შეცდომას არასდროს დაუშვებ. კითხვები მეტად გართულდება. ამიტომ რომელიმე თქვენგანი შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს. ერთხელ უკვე დაუშვი შეცდომა. მეტჯერ აღარ განმეორდება. გახსენებთ, რომ ანგარიში არის 8-8. გავაგზელოთ. შემდეგი კითხვა. რომელი ცხოველი იცვლის ფერს, რომ გარემო შეერწყას? რობია ჩავხედო ტელეფონში, რომ დავწუნდესო პასუხში. ალისა, კიტი სულ ტელეფონში იყურება, პასუხებს ინტერნეტში ეძებს, იტყუება, ინტერნეტის კი არ მაქვს ჩართული. აი ხედავთ, უბრალოდ დროს უყურებ. არაფერს ვაკეთებ. მართალია, ინტერნეტი გამორთული აქვს. ალისა, მირეცი კიტის საათი და ტელეფონი დამოართვი. გოდია რომ მიწერს. ეს უსამართლობაა. იცი რა? უბრალოდ ვერ აღიარებ, რომ შენზე ჭკვიანი ვარ. კი, მომეცი ტელეფონი, ასე სამართლიანი იქნება. ჯანდაბა. კარგია რომ მოვასწარი თვალის გადავლება. მაჩვენეთ თქვენი პასუხები. სწორი პასუხია კამელეონი. ორივე სწორად უპასუხეთ. ყოჩახ კიტი, მაგრამ ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ჩახედვა მოასწარი. ანგარიშია 9-9. გადავდივართ შემდეგ შეკითხვაზე. რა ქვია ზღვის წყალმცენარეს, რომელიც სუშის დასამზადებლად გამოიყენება? ჯანდაბა, რა ქვია? გადაწერაზე აცკი იფიქრო. შენ მაინც არასწორად გეწერება. გოგოებო, მალე დაწერეთ თქვენი პასუხი. სად ხართ? სწორი პასუხია 2. ამედიამ სწორად უპასუხა. მე, დედა და მამა ხანდახან სუშის ერთად ვაკეთებთ. ზღვის ქაღალდი? მართლა? კარგი, ეს სახელი უფრო უხდება. მაშინ ვენათელია რაზეა საუბარი. და რა არის ნორი? საერთოდ ვერ ხვდები რა არის. თუ არ იცი, უბრალოდ თქვი და ნუ იმართებ თავს. კიტი, სასჯელისთვის მზად ხარ? სად შემიძლია წასვლა? ამ დავალებისთვის გარეთ უნდა გავიდეთ. კიტი, აი აქ დადექი. წესები ასეთია. მე კვერცხებს გესვი და შენ უნდა დაიჭირო. მოხარშული მაინცაა? რა თქმა უნდა არა. დაიჭირე. მიდი. ვაუ! კარგი რეაქცია მაქვს.
მიდი დაიჭირე. ჯანდაბა, გადყდა. 4 დაიჭირე და 1 ვერა. ტანსაცმლის გამოცვლა მომიწია. კიტი, ყოჩახშენ. არა უშავს, მალე მეც გავიცინებ. ამელკა, გილოცავ, 10-9 ლიდერობ. კიტი, შენ უნერვიულობ. წინ კიდევ ბევრი კითხვა. მოდი, ცოტა ხანი შევისვენოთ. მე ცოტათი მომშივდა. შენ ტელეფონი რატო წამართვი? რა უნდა მეთქვა ამელკასთვის? აცადე გააგზელოს კიტიმ ტელეფონში ჩახედვათ ხო? ხო, მაგრამ ეგრე ხომ წავაგე, სულელი ხარ. შეუმჩნევად უნდა გექნა. მამამ ტელეფონს ამელკას ცხვის წინ აკნევდი. იქნებ ტელეფონი დამიბრუნო? ამჯერად ვეცდები უკეთ დავმალო. არა, გიცნობ როგორიც ხარ. ამელდა ისევ დაინაცავს და მე მომხვდება. კარგი. და მე რა გავქნა რომ არ წავაგო? პატარა ფუსლებზე დაწერე პასუხები და დამალე. კარგი აზრია. ფურცელს აქ დავტოვებ და შენ პასუხები დაიწერე. და შენ წადი და დარწმუნდი რომ ამელკა აქ არ გამოივლის. რა შვები? ენციკლოპედიას ვკითხულობ. კიტის მინდა მოვუგო. იცი ამელკა, კიტი უფროსია, ამიტომ მეტი იცის. ასე რომ ბარგეწკინოს რო რამე. დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებ. კიტის მხოლოდ სილამაზის სალონები და მოდა აინტერესებს. არ არის მართალი. ზოგჯერ კითხულობს კიდეც. ხო, არასოს დამინახავს. კარგი, 5 წუთში გავაგზავნებთ. იცოდე, გელოდები. კარგი, ჩავიწერე. ახლა უნდა დავმალო. აბა რაკენი, გადაწერე? კი, წინდაში მაქვს. ამელკა ვეასწროს მიხვდება. თელი ცხოვრება ვერ გამოიცნობს. უბრალოდ არაშრიალო. კარგი? არაფერზე არ იდარდო. ყველაფერი უკვე მოვიფიქრე. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე. და ახლა მზად ვარ გავაგზელო. დაჯექით, გავაგზელოთ. უკვე გზნობ ჩემს გამარჯვებას. ანგარიში 10-9, ამოტას სასარგებლოდ. შემდეგი კითხვა. ვინ აღმოაჩინა გრავიტაცია, როდესაც ჩამოვარდნილი ვაშლი დაინახა? კიტი, კარგად ხარ? კი, უბრალოდ ყელში რაღაც გამეჭედა. გოგოებო, მაჩვენეთ პასუხები. სწორი პასუხია ნიუტონი. ამელკა, შეგეშალა და კიტიმ კიდევ ერთი ქულა მიიღო. უბრალოდ ამერია, ძალიან არ იდარდო. შენ ხომ ფიზიკა არ გისწავლია? კარგი. რა მნიშვნელობა აქვს, აგერია თუ შეცდი? სასჯელის დროა. ხო, ვიცი. ამელკა, გიყვარს კეჩუპი? დიდად არა. შესანიშნავია. კიტი, დამეხმარე. ამის გაკეთება არ მომიწევს, არა? მოგიწევს. სასჯელია. ამ ხელთათმანებს 2 რაუნდის განმავლობაში ატარებ. ხო, ამელკა, ანუ რა გიმართლა? კარგი. ანგარიში ისევ გათანაბრდა და 10-10 გახდა. რა სასიზღვრობაა. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. დამეხმარეთ. კარგია. რომელია ყველაზე დიდი ციფრი? კიტი, დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? გონი ავად ხარ? არა, ყველაფერი კარგადაა. მაჩვენეთ პასუხები. სწორი პასუხია 9. ორივემ სწორად უპასუხეთ, ამიტომ ანგარიში ხდება 11-11. ეს ეშმაკური კითხვა იყო. კიტი, გამიკვირდა რომ უპასუხე. უცნაურია რომ შენ უპასუხე. მოდი ჩხუბის გარეშე. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. სწრაფად რა, ამ ხელთათმანების გახდა მინდა. ვინ დაწერა ჰარი პოტერის წიგნები? ჯანდაბა, აქ ყველაფერი ამერია. კიტი, რა გაქვს მანდ? ფეხი მეფხანებოდა. გონი ეს არის.
გოგოებო, მაჩვენეთ პასუხები. და სწორი პასუხია ჯოან როულინგი. ამელკა, სწორად უპასუხე. ვგიჟდები ჰარი პოტერზე და ყველაფერი ვიცი მის შესახებ. ჯასტინ ბიბერი? სერიოზულად კიტი? ხუმრობ თუ რა? კი, ჩათვალე რომ უპირატესობას გაძლევ. არ მჭირდება ეგ. სამართლიანად მინდა გავიმარჯვო. სწორია ამელკა. ახლა კი მინდა ეს ხელთათანები მოიხსნა და ხელები დავიბანო. კიტი, რეივს აკეთებ? მე კი არა, შენ რას აკეთებ? არასწორი პასუხი, რატომ მომეცი? ჯასტინ ბიბერის შემდეგი კითხვის პასუხია. შენს გამო ეს კითხვა უნდა მომიღო. უფრო სერიოზული პრობლემა მაქვს. შეიძლება ანელკასთან წავაგო. კიტი, აღარ გამოიყენო ეს ფურცლები. სიმართლეს გამოაშკარავებ. სულ გაგიზდი? აბა როგორ უნდა გავცე კითხვის პასუხები? ჩემი ბრალია რომ გადაწერაც კი არ გეხერხება? კარგი რა. კარგი. როგორც იქნა, ხელები სუფთა მაქვს. ამელკა, ზუსტად დროზე მოხვედი. კიტი სასჯელს ელის. ერთი სული მაქვს, როდის მახავ. მიდით. დასინეთ ამ საწყალ კიტის. მე შენ სალათი მოგიმზადე. ახლა ცოტა შევაზავებ. კარგ გემოს მივცემ. აი ასე. ცოტაც. კიდევ. ასე. და? ცოტა ისიც მოვაყაროთ. ზადა, გემრიელად მიირთვი. კარგი რა. ამაც რეზინის ხეჭვა ქვია. ეცსა ჯოჯოხეთური ნარევია. სასჯელი არის სასჯელი გარკვეული მიზეზის გამო. რათა იტანჯო. მიდი, შეჭამე და შეწყვიტე საუბარი. გემრიელია. გინდა გასინჯო ამელკა? ასეთი საშინელი რამე არასოს მიჭამია. თუ, დასრულე. არ გააფუჭო პროდუქტები. კარგი. ნამდვილად ჩემი სიკვდილი გინდათ. მიდი. ვაიმე, ჯანდაბა, წამწამების დაგრძელება სულ დამავიწყდა. გაიქესი თუ გაგვიანდება. თამაში მოგვიანებით დავასრულოთ. ასეთი არომატით ვერ წავალ. არ შემიძლია. სალონიდან გამომაგდებენ და აღარასდროს შემიშვებენ შიგნით. ხო, კბილების გამოხიყვა არ გაწყენდა. ალბათ ამ სუნის მოსაშორებლად ფიანი კვირის პასტის ტუბი უნდა ვჭამო. სხვა გზა არა. მაშინ მოდი გავაგრძელოთ თამაში. კარგი, შეკითხვა. რომელია მზიდან მესამე პლანეტა? დაწერეთ პასუხები? მარშვენეთ, რა დაწერეთ? ეს ყველამ უნდა იცოდეს. გილოცავთ. სწორი პასუხია დედამიწა. ორივემ სწორად დაწერეთ. ანგარიში 13-12 ხდება. მიდი, რამე უფრო რთული გვკითხე. კარგი, შემდეგი კითხვა. რა ჰქვია იმ პროდუქტს, რომელიც კანის პრობლემის დასაფარად გამოიყენება? დაწერეთ. ეს ნამდვილად რთულია. სწორი პასუხია კორექტორი. კიტი, შენ გეკუთვნის ერთი კულა. მაკიაჟის გაკეთებისას დაშვებული შესთავების გამოსწორებისთვის არ არის? ო, ამელკა, კოსმეტიკაზე საერთოდ არაფერი არ იცი. და რატომ არ შეიძლება ტონალურით დამალო გამონაყარი? რადგან მუწუკების დაფარვა წერტილოვანი მიმართულებებით ხდება. გაიგე? ამისთვის კორექტორი გამოდგება. გასაგებია, ანგარიშია 13-13. არასწორი პასუხისთვის ამელკა ირისჭება. მოემზადე. ამელკა, გაინებირვე თავი ამ შესანიშნავი ხილით. გემრიელად გამოიყურება. და მაიონეზით? ახლა აღარ. ხილი მაიონეზით? არასდროს მიჭამია ასეთი რამე. მე ქათამი მაქვს ნაჭამი მაიონეზით და ანანასით. ძალიან გემრიელი იყო. კი, მაგრამ ეს სულაცად არის კარგი. შენ თვითონ თქვი რომ სასჯელია. ამიტომ გაჩუმდი და ჭამე მიდი. შეასრულე. საზიზღრობა, ფუ, ალისა, კარგი რა. ძალიან სასტიკი სასჯელები მოიფიქრე. ეს ყველაფერი მხოლოდ დასართობად არის. კარგი. არწმუნებული ვარ, რომ ამნოკა ახლა ძალიან დაინტერესებულია. შემახსენეთ, რა არის ანგარიში? 13-13. იმედია შეცდომას კიდევ აღარ დაუშვებ. აღარ მინდა ასეთი რაღაცეების ჭამა. დიახ, ასე რომ სწორად უნდა ვუპასუხო კითხვებს. მიდით გოგოებო, გავაგრძელოთ.
მე თქვენთან ძალიან რთული კითხვა მაქვს. დაგვისვრი, მიდი. კარგი. რამდენი ზვალია ზრდასრული ადამიანის სხეულში? ვიცი. პასუხი მეც ვიცი. აბა, მაჩვენეთ პასუხები. ასე რომ, სწორი პასუხია 206. ორივე მარასწორად უპასუხეთ. მოიცა, ანუ ეს კითხვა გამოვტოვეთ? რა თქმა უნდა არა. სასჯელის შესრულება ორივეს გიწევთ. ორივეს? დიახ, როგორც გითხარით, არასწორ პასუხებზე სულ სასჯელი იქნება, მაგრამ მე მხოლოდ ერთით შევწდი. ამის გამო სასჯელი მეც უნდა მოვიხადო? შეცდომა. კარგი, გითხარი შემი სასჯელი. ჩვენ მზად ვართ. აი თქვენი სასჯელი. აქ უნდა უიბანაოთ? არა, ეს ვაშლები წყლიდან ხელებისა და ფეხების გამოყენების გარეშე უნდა ამოიღოთ. რას ამბობ? ასე მაკიაჟი გამიფუჭდება. ეგ ჩემი პრობლემა არ არის. ფიქრობ სასჯელი მსუბუქი უნდა იყოს? ას უფრო მალე მოგრჩებით, მით უფრო მალე გავიგებთ ვინ არის უფრო ჭკვიანი. სად ხართ? 1, 2, 3. ხუნცით უნდა ამოიღო. მორჩი. მიდი ამელკა. ყოჩახ გოგოებო, დავალება შესრულებულია. სად ხართ შემდეგი კითხვისთვის? კი, წავედით. შეგახსენებთ, ანგარიში არის 13. ხრე. დასვი უკვე შემდეგი შეკითხვა. რომელ თვეს აქვს 28 დღე? აბა მაჩვენეთ პასუხები. სწორი პასუხია ყველა მათგანს. ამელკა, სწორად გამოიცანი. ყოჩახ, ეს როგორ? უნდა გაგებსხილებინე რომ კითხვები ასეთი რთული იქნებოდა, მაგრამ ამელკამ გამოიცნო. შენ კი ვერა, ასე რომ სასჯელი შენ უნდა შეასრულო. მიდი თქვი რა არის სასჯელი. აი რა არის. კარგი, ხახვი უკავჭამე. ახლა ნიორიც უნდა ვჭამო? არა, კიდე. არ არის საჭირო ჭამო. სუნა მოსდასვლად გამოიყენე. ღმერთო ჩემო, გინდათ რომ ვერავინ ვერ მომიახოვდეს? კარგი რა. მაგრამ არც ერთი მიკრობი აღარ გეყოლება. ხო, კი, ამელკა. ასეთი სუნით მე თვითონ ყველა მიკრობზე საშინელი ვარ. ფუ სასჯელი დასრულდა. ანგარიშია 14-13 და ამელკა იმარჯვებს. არ მეგონა რომ მე და ამელკა თითქმის ერთნაირად ვიქნებოდით. ზემოდან არ უნდა შემომხედო. კარგი, მოემზადეთ შემდეგი კითხვისთვის. მითხარით, რომელ ვიტამინს იღებს ადამიანი მზისგან? აბა მაჩვენეთ თქვენი პასუხები. სუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი C ვიტამინია. C მზეს ნიშნავს. ო, ამელკა, არასწორად უპასუხე. C კი არა, D ვიტამინია სწორი. დიახ, სწორი პასუხია D ვიტამინი. Yes. ყველა ხჯობი ვარ. რაც არ ვიცი, რადგან ნიორი უკვე დაფცვლილია, შენი სასჯელი შემდეგი იქნება. ახლა კარგად მომისმინე. ნივრის კბილები ცხვირში ჩაიდე და 1 წუთით გაიჩერე. აუ, მეძვის. გამაგდი ამელკა. 1 წუთით მოიცადე. კარგი, ანგარიშია 14-14. ფრე, მეძვის და სუნი აქვს. მიდი, დასვი კითხვები. მიდი, უნდა გავარკვიოთ ვინა ყველაზე ჭკვიანი. გოგოებო, კითხვები დამიმთავრდა. ფრეა და კითხვები აღარ გააქვს. არ მეგონა რომ ორივე ასეთი ჭკვიანები იყავით და რთული კითხვები მოვიტანე ისედაც. კარგი, აბა როგორ გავიგოთ ვინ არის უფრო ჭკვიანი? ვიცი, მოდი მაყურებელმა მოიფიქროს კითხვები. ანელკა, გენდიოსი ხარ. მაყურებელს ნამდვილად ექნება ბევრი მაგარი შეკითხვა. ასე რომ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი კითხვები კომენტარებში ან ამელკა კარამელკას ინსტაგრამზე. მეგობრებო, იმედი მაქვს რომ დღეს ბევრი ახალი რამე ისწავლეთ. ყველანი ძალიან ვეცადეთ. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ნახვამდის ყველას!